კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებთან ერთად ქარელის კასპის, ხაშურის, მარნეულის, თეთრი წყაროს, წალკის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, დუშეთის, მცხეთის, ახალქალაქის, ახალციხის, გურჯანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება. ახალი სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს პროექტი საინფორმაციო შეხვედრაზე გააცნეს. მონაწილეებმა თემაზე დაფუძნებული რისკის მართვის მნიშვნელობა, პროგრამის ფარგლებში მომზადებული საფრთხის რუკები და განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია რომ წეს დაემატა კიდე 15 მუნიციპალიტეტი, სულ არის 46 მუნიციპალიტეტი. მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ ცნობიერების და განათლების ამაღლება ამ მიმართულებით. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობა, მუნიციპალური სამსახურები, თემები, სათემო ორგანიზაციები იყვნენ მზადყოფნაში, ანუ იცოდნენ რა პრობლემის წინაშე დგანან, როგორი იყვნენ უკეთ მომზადებულები ამისთვის, რა ტიპის პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატარონ. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების, კატასტროფების შემცირება ეს არის ძალიან დიდი ოფიციალურად ჩვენთვის სასარგებლო ინფორმაცია. ჩვენი სამიზნე მუნიციპალიტეტად ჩართვა ამ პროგრამაში იქნება ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი დადებითი ეფექტის მომცემი, იმიტომ რომ როცა გვაქვს ადრეული შეტყობინებების სერვისი უკვე დაგეგმილი და ვიცით შემდეგ რისკების მართვა და პრევენცია უკვე ვართ დაცულები.